ბათუმში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს გორელები პროტესტით გამოეხმაურნენ. მოქალაქეები მომხდარი სამართლიანად გამოძიებას და დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ. უმძიმესი მორიგი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს ქვეყანაში. მორიგს ვამბობ ხაზგასმით, იმიტომ რომ სამწუხაროდ ბევრჯერ მოგვიწია გლოვა და შავი ლენტების გამოფენა. საკრებულოს სხდომის ხმაურიანი დასასრული გორში მოქალაქეების შეკითხვებს თავმჯდომარის გაღიზიანება და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. როდესაც მართლა ბოროტების იმპერია არის რუსეთი, როდესაც ევროკავშირმა ძალიან ბევრი რამე გააკეთა. ევროპარლამენტის მიერ მიღებული კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია და გორელი პოლიტიკოსების პროგნოზები. საქართველოს ევროკავშირთან დაშორებას ადგილობრივ თვითმმართველობასა და ოპოზიციაში განსხვავებულად აღიქვამენ. ისინი ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ სუვერენიტეტს არასოდეს არ იცავენ. ამას ყოველთვის ვიძახდი. დასავლეთიც თუ არ სიტყვის ჩვენზე, შეწყდება და უკვე შეწყდა უამრავი დაფინანსება, უამრავი გრანტი, რომლითაც სულდგმულობდა აქამდე სამოქალაქო საზოგადოება. საქართველოს მოსახლეობის არჩევნების ხელისუფლება უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის, რაც იქნება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ გადადგმული ნაბიჯი. ხალხი არ აპატიებთ ამ ქმედებას, ამიტომ მიხვდნენ რას აკეთებდნენ, საით მიყავთ ხალხი, საით მიყავთ ქვეყანა, ჭაობში რომ მიყავთ. ხალხი ითხოვს ახალ არჩევნებს. გორელების ნაწილი ფიქრობს, რომ არსებული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც მათი თქმით სამართლიანად უნდა ჩატარდეს. უნდა იყოს არჩევნები, როდემ უნდა იყოს ეს არეულობა, დაიტანჯა ხალხი ეს. უნდა წამოვიდეს საკმაოდ მცოდნე ხარისხის კადრი, აი დღევანდელი გადასახედიდან ვერ ვხედავ. აუცილებელი არჩევნები, მეტი არაფერი, არჩხუბი არაფერი, არც ლაპარაკით არაფერი ამბობ. მეტალაბის ახალი კვლევა დეზინფორმაციის გავლენაზე, რა ეტაპებს გადის ტვინის სიცრუის დაჯერებამდე და ვინ როგორ იყენებს ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, რომელიც საბოლოოდ ადამიანის მსოფლ მხედველობას ცვლის. პირდაპირ ხდება, რომ ხელისუფლება აფინანსებს, ხელისუფლება ინახავს, ხელისუფლება მფარველობს მსგავს ჯგუფებს და ეს ჯგუფებიც, რა თქმა უნდა, ემსახურებიან შემდგომ უკვე ხელისუფლების რუსული ინტერესების პროპაგანდირებას. ქალებისა და გოგონების გასაძლიერებლად გორში თანასწორობის კუთხე გაიხსნა. დაე იკითხოს თავისუფლებამ გორის ხელოვნების სახლში გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისა და გაუმცემლობა ინტელექტის ერთობლივი ინიციატივით ხელოვნების სახლს 100-მდე წიგნი შეემატა თანასწორობის, ქალების და გოგონების გაძლიერების, ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების შესახებ. პროექტი შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხორციელდება. გენდერული თანასწორობა საქართველოში, ისევე როგორც ბევრ მსგავს ქვეყანაში დღემდე გამოწვევად რჩება. არსებობს არაერთი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ეს თანასწორობა ჯერ კიდევ მისაღწევია. თუ პრობლემა არსებობს, პრობლემის სირმული ყოველთვის ჯობს, რომ ისაუბრო, დისკუსია იყოს და ამ დისკუსიაში აუცილებლად რაღაც საინტერესო თემები წამოიწევა.